საქართველოში მუშაობას იწყებს მეცხრე არქის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12 სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად. გამარჯობა. ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის საქართველოში წინა საარჩევნო მონიტორინგის დელეგაცია დილიდან შეხვედრებს მართავს ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. პირველი შეხვედრა დილის 10 საათზე ევროსაბჭოს ოფისში ქართულ ოცნებასთან გაიმართა და მას კოალიციის ლიდერები ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კახი ჭალაძე და თია წულუკიანი ესწრებოდნენ. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები აცხადებენ, რომ დელეგაციას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული წინა საარჩევნო გარემოს შესახებ. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრების სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ევროსაბჭოს დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას საღამოს 8:30-ზე გამართავს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. იყვნენ წევრებიდან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან პრობლემები. რაც ხდება დღეს რეალურად საქართველოში. თუმცა ბევრი კითხვებიც არსებობდა და ჩვენ ძალიან კარგად დაუზუსტეთ და ვაჩვენეთ დღევანდელი რეალური მდგომარეობა. მე მგონი, რომ პროცესები ვითარდება ძალიან კარგად, დამკვირვებლების რაოდენობა იზრდება. ძალიან საინტერესო დელეგაცია იყო დღესაც. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთად საშუალებას მოგცევს იმისას, რომ 1 ოქტომბერს ჩვენს ისტორიაში პირველად მოახერხოთ და დემოკრატიულის მსგავსი, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება კარგი და დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ დემოკრატიულის მსგავსი ისეთი, რომ ჩვენთვისაც მისაღები იყოს, საქართველოს ხალხსაც გქონდეს საშუალება რეალურად დააფიქსიროს თავისი პოზიცია და აირჩიოს ის, ვისაც მეტად ენდობა. ჩვენც მოახერხოთ ეს ხმები დავიცვათ, მათი დახმარებით, დამკვირვებლების დახმარებით, ეს კომპლექსურად ყველაფერი ქმნის ისეთ ამინს, რომელსაც ჩვენ საჭიროებთ დღეს და მისასალმებელია. ეს დელეგაცია შედგება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ევროპის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან და ისინი იქნებიან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემფასებლები საქართველოში საარჩევნო პროცესის. კოალიცია ქართული ოცნება კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებას იღებს და ბაგრატის ტაძრის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მართლ პარტიას, ოპოზიციას, მთავრობასა და ყველა მოქალაქეს მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს. როგორც უწმინდესმა გუშინდელი ქადაგებისას ბრძანა, მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით ის წირვალოცვას ქუთაისში აღავლენს. შეერთებული შტატების უწყებათა შორისი დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დელეგაცია საქართველოში წინა საარჩევნო გარემოს დაცნობის მიზნით არის ჩამოსული და მას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრის შემდეგ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, საუბარი პარტიების ფინანსური მონიტორინგის თემას ეხებოდა. უწყებათა შორისი დელეგაცია საქართველოში 3დღიანი ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, დიპლომატიური კორპუსი მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორი არის ხედვა ჩვენი სამსახურის პარტიების ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებით, შესაბამისად თუ რა კონკრეტული საკითხებს ვიხილავთ, როგორია ჩვენი მიდგომები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ზუსტად იმისათვის, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში, თუ როგორ ხდება ჩვენთან ფინანსური გამჭვირვალეობა ამ შემთხვევაში პარტიებთან მიმართებაში და რა საკითხებს ვიხილავთ და როგორი არის სტანდარტები ჩვენი მიდგომის. ქართველი ემიგრანტების მორიგი აქცია დასავლეთ ევროპის 8 ქვეყანაში მცხოვრები ქართველები კიდევ ერთხელ გამოდიან საერთო მოთხოვნით. გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნების სხვადასხვა ქალაქებში და მოიხსნა საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური ბარიერები. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ გამართული აქციები შედერს არ გამოიღებს, ემიგრანტები საქართველოში დელეგატებს გამოგზავნიან, რათა ასე მაინც მიაწვდინონ ხმა შესაბამის უწყებებს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონის საკონსულოში შეტანილი იქნა 400 ხელმოწერა, რათა გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, ხელისუფლებიდან მივიღეთ მტკიცე უარი. მინდა გითხრათ, რომ კატალონიაში მცხოვრები ემიგრანტები ვერ მოახერხებს მადრიდის ჩასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ემიგრანტებს ქართველებად აღარ გთვლის და აღარ ვართ საინტერესო მათ საზოგადოებისთვის. მოვითხოთ, რომ თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გამოვაგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები საქართველოში, რადგან თუ აქედან ვერ მივაწვდნეთ ჩვენ ხელისუფლებას ხმა ჩვენი მოთხოვნებისა, შესაბამისად ჩვენი წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში და პირადად გადასცემენ იმ მოთხოვნებს, რომელიც თითოეულ ქართველს აქვს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს. ჩვენ წავალთ საქართველოში, ჩვენივე ხარჯებით, აი ეს ხალხი შეკრიბავს ფულს, უყალანი შევკრიბავ, დავდე ფულს, ჩვენივე ხარჯებით წავალთ და ჩვენივე ხარჯებით
ჩავიტანთ ამბავს საქართველოში. რაც ხდება აქ? იმის გამო, რომ ჩვენ ვერ მივაწვდნეთ ჩვენი ხმა, მიუხედავად იმისა, რამდენჯერმე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს დელეგაციას საქართველოში. ცესტრომ საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში 42 საარჩევნო უბანი გახსნა ქართველებს ხმის მიცემა სხვა დანარჩენი ქვეყნების გარდა ქუვეითსა და ეგვიპტეში შეუძლიათ სამსამი უბანია გახსნილი უკრაინაში, საბერძნესა და თურქეთში. შეერთებულ შტატებში 2, გერმანიაში კი სადაც ასევე ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მხოლოდ 1 ემიგრანტები უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნებში. დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, გარდა ამისა რუსეთში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია მიგრირებული. საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი ასევე არ არის გახსნილი კანადაში. კამპანია ეს შენ გეხება და მედიის ადვოკატირების კოალიცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მასრერისა და მასთოფერის გაგრძელებას ითხოვს. ამ წუთებში ფონდღია საზოგადოება საქართველოს ოფისში მათი ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. ამიტომაც გადავწყვეტეთ კონკრეტული ფაქტების შესახებ. და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ცოტა ხანში ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, მანამდე კი განმარჯობთ რამოშებას. დასანდრები ობიექტების გრძელი სია არეულობა არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრაც ტრადიციულად ოპონენტებზე საუბრით დაიწყო. მას არც აშენებული საავადმყოფოები დავიწყებია და არც ასაშენებელი ლაზიკა, ტურისტული ზონები, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირი, გზები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამისათვის პრეზიდენტი მოსახლეობას თხოვს არჩევნებში მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირონ ნაციონალურ მოძრაობას. ხარაგაულში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივი კერამიკული დოქი გადასცეს, თავის მხრივ კი მან პირობა დადო, რომ 1 ოქტომბერს გამარჯვების სადღერძელო სწორედ ამ დოქით შესვამს. საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტმა თუ რა სურს? რუსეთის საქართველოს ჩატარეს კარგი არჩევნები, დიდი მადლობა აგერ მომწეს თქვენი მთელ სოფლიოში განთქმული კერამიკული ნაწარმი დოქი და აუცილებლად ჩვენი გამარჯვების სადღერძელოს 1 ოქტომბრის შემდეგ ამიჩევსო. დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტმა თუ რა სურს? რუსეთის საგარეო სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ჩატარეს კარგი არჩევნები, იმათ განაცხადეს. არჩევნები არ იქნება კარგი, მაგრამ მე იქნება კარგი არეულობა. მე ვიცი, რომ არის ხალხი, ვისაც გრძელი სია აქვს დასანგრევი ობიექტების. ქუთაისში გადმოდის პარლამენტი და ეს მარტო პარლამენტი ხო არ არის. გარშემო კეთდება ყველა რაიონში რაღაცა ხდება. ხონში ვაკეთებთ უდიდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, კანიონს, სტადიონების სასახლეს. წყალტუბოში ვაკეთებთ ყველაზე მაგარ კურორტს ევროპაში, ბალნეოლოგიურ და ეს არ არის გაზვიადება. ვანში ვაკეთებთ ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმს ევროპაში, გერმანელების დაპროექტებულს გაკეთებულს. არ გვენალება ფული, იმიტომ რომ ხალხი უნდა დასაყრდეს. როცა ვითარდება საქართველოს აღმოსავლეთიც და საქართველოს დასავლეთიც, ყველაზე მეტად უნდა განვითარდეს დასავლეთის და აღმოსავლეთის შემაერთებელი ცენტრი, სადაც ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი და ეს არის ჩვენი ხარაგაული. პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონს ესტუმრა და არაგვი ჰესზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. არაგვი ჰესის სიმძლავრე 8 მეგავატია. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე. ჰესის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული. მოგვიანებით მერაბიშვილი საოჯახო სასტუმრო არაგვს ესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა. მისი თქმით ყურადღება მიექცევა მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას. ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად შევა სასტუმრო არაგვის მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახების წინასწარ ინტერნეტის გამოყენებით დაჯავშნონ. რასაც ხედავთ აქ, ეხლა დაწყებული არის აპრილში. აპრილის თვეში შემოვიდა პირველი ბულდოზერი და ექსკავატორი. ზემოთ ეწყობა რეზერვუარი, რომელიც დღეღამური რეგულირებისთვის არის, ღამე დააბალანსოს 5 კილომეტრიანი მილსადენი, 1400-1500 დიამეტრი, 8 მეგავატი აქვს ამ სადგურს, მაგრამ გამპროექტებლებმა გაითვალისწინეს კიდევ ერთი რაღაცა. მესამე ტურბინა გენერატორს ამატებენ. იმ შემთხვევაში თუ მეტი წყალი მოვარდა, თუ ეს წყალი არ დაკარგონ, აამუშავონ. მე პრემიერ-მინისტრი გავხდი, ბიუჯეტს უყურებდი
და აღმოაჩინა გვიდევს ფული უცხოეთში საქართველოს რეკლამა. რომ ტურისტი ჩამოვიდეს, მაგრამ წელს ჩამოვიდა 50% მეტი ვიდრე შარშან. და მე ვთქვი რომ მოდი იმ სასტუმროებს გავუკეთოთ რეკლამა, რომელიც ვერასოდეს ვერ გააკეთებს ახლა. თქვენ სასტუმრო ფულს ვერ დახარჯავს ხო რეკლამაში ახლა. დიდ სასტუმროს რეკლამა არ ჭირდება ხო რედისტორანში შერატონს და აი თქვენერი სასტუმროებში ჭირდება თუ თქვენერი სასტუმროში დასახდება ძალიან ბევრი ხალხი. ქართული ოცნება წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს რლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მუხიანი სამხედრო დასახლებაში ამომრჩეველ შეხვდა. შეხვედრაზე ჯაჭვლიანმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მუხიანის მოსახლეობას აწუხებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა დენისა და დასუფთავების საკითხზე, რომელიც მოსახლეობას განსაკუთრებით აღელვებს. ჯაჭვლიანმა ასევე ბიძინა ივანიშვილის იმ ქველმოქმედებაზეც დაამახვილა ყურადღება, რომელიც წლების მანძილზე ეწეოდა. მისი თქმით, ის დიდი ნდობის მანდატით არის აღჭურვილი, რაც არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება. იანამუსით დადიან ისინი ვინც მთავრობაში იყვნენ და ეს 8 წელიწადი განაგებდნენ ამ საქართველოს. აი რანამუსით დადიან. მე უბრალოდ მიკვირს. ისეთი პრობლემებია. შეიძლება ჭყუაზე გადახვიდე, უშუქობაა საქართველოში. ხომ იძახიან რომ შუქია საქართველოშიო. საქართველოში არის უშუქობა. იცით რატო? შუქის ფულს ვერ იხდიან, იმიტომ რომ ნაგავზია გადაბმული ყველაფერი. აწუხებს უკაზობა თელ საქართველოს, უწყლობა თელ საქართველოს და განსაკუთრებით რაიონები და სოფლელებს. მიზანი აქ მოსვლის არის ოცნების ხარდაჭერა ხო და არსებული ხელისუფლების გადარჩევა. ეგ არის ჩვენი მიზანი დღევანდელი. ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიკურმა კი რუსთავის ქუჩებში საინფორმაციო მსვლელობა მოაწყო. ძიძიკურის განმარტებით არც ის მიზანი მხარდამჭერთა დამხნევება და მათი ზეწოლისგან დაცვა. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 1 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ჩვენ გადავწყვიტეთ კამპანია ასეთი მსვლელობებით გავახალისოთ. რუსთავსაც ცოტა მეტი სიცოცხლე მივცეთ და თანაც ჩავატაროთ კამპანია, რომ არ მოხდეს ადამიანებზე ზეწოლა, რომ სამართლიან პირობებში არჩევნები ჩატარდეს. გავამხნევოთ ჩვენი მხარდამჭერები, ასევე მივესალმოთ სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც და უთხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთს შორის საჩხუბარი არაფერი არ აგვაქვს, დასაპირისპირებელი არაფერი არ აგვაქვს. საარჩევნო კამპანიას განაგრძობს ვაჭის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩალვა შავგულიძემ გუშინ ვაჭის ამორჩეველთან ერთად საქართველოს-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს უგულშემატკივრა. მნიშვნელოვანი მატჩი იყო თბილისში, ვიცოდით რომ ამორჩეველიც დაკავებული იქნებოდა ფეხბურთით. ჩვენ საღამო ასე ვთქვათ, განტვირთვის მოვიწყეთ. მე ჩემს მეგობრებთან, უახლოეს მეგობრებთან ერთად და ასევე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვედი აქ, აი ამ კლუბში და ერთად ვუყურეთ და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ეს საღამო ძალიან კარგი ფეხბურთი ვნახეთ. ეთერშია ახალი 12-ზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კამპანია ეს შენ გეხება და მედიის ადვოკატირების კოალიცია მასტერისა და მასტოფერის დარძელებას ითხოვს. ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი უპასუხოს. მოგესალმებით ალბათონო თამარ. და პირველი შეკითხვა, თუ გაქვთ უკვე პასუხი თქვენს მოთხოვნაზე მასტერისთან და მასტოფერთან დაკავშირებით? არა, მასტქერისთან და მასტოფერთან დაკავშირებით ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვავრცელებთ ჩვენს განცხადებას. რამდენიმე დღის წინ კამპანია ეს შენ გეხება გამართა პრესკონფერენცია და ორ ძირითად საკითხზე მოითხოვა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება. ერთ-ერთი ეს არის დაყადაღებული სატელიტური თებშების საკითხის გადახედვა და მაესტროსთვის, ტელეკომპანია მაესტროსთვის მიცემა საშუალების, რომ გაავრცელოს ეს სატელიტური თებშები და გააფართოვოს მომხმარებელთა წრე. და მეორე საკითხი ეს იყო სწორედ მასტქერის და მასტოფერის პრინციპების გაგრძელება. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ძალიან პოზიტიური პასუხი იყო სატელიტურ თებშებთან დაკავშირებით. უბრალოდ ჯერჯერობით არის მხოლოდ პოლიტიკური ნება დაფიქსირებული, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ნება ეფექტურად იქნება აღსრულებული და რაიმე პრობლემები და შეფერხებები არ იქნება აღსრულების პროცესში. რაც შეეხება მასტქერის და მასტოფერს, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და რომელსაც ჩვენ გულშემატკივრობთ. დღევანდელი პრესკონფერენციით უკვე არა მხოლოდ კამპანია შენ გეხება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციათა ორი დიდი გაერთიანება, ეს არის მედია
კოალიცია და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმა. ჩვენ ერთობლივად კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას და ვითხოვთ, რომ არჩევნებამდე იქნას მიღებული გადაწყვეტილება მასტქერის და მასტოფერის პრინციპების გაგრძელების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ამის შესაძლებლობა საქართველოს რეგლამენტი და საქართველოს კანონმდებლობა უშვებს და ითვალისწინებს, ანუ მანამდე შეიკრიბოს პარლამენტი და მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრინციპების გაგრძელების თაობაზე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ამორჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში უყურონ თქვენს არხს, უყურონ მაესტროს, უყურონ სხვადასხვა ტელეარხებს, რომლებსაც ისინი ვერ ნახულობდნენ და ვერ უყურებდნენ, ვიდრე მასტქერის პრინციპი ამოქმედდებოდა. ამიტომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ხელისუფლებას, კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ არჩევნებამდე იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული და ასევე გამოთქვამთ სურვილს, რომ შევხვდეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხის განსახილველად. იმედი გვაქვს, რომ დღესვე მოვისმენთ რეაგირებას ან პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, ყოველ შემთხვევაში შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ქალბატონ თამარ, რაც შეეხება მაესტროს თებშებს, თქვენი აზრით, რატომ წამოვიდა ხელისუფლება დათმობაზე ამ ნაწილში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა კონკრეტული პირების აქტიურობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან დიდმა მხარდაჭერამ განაპირობა ეს ყველაფერი. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ იმან, რომ გადაწყვეტილება მაესტროს კუთვნილი სატელიტური თებშების დაყადაღების თაობაზე არის თალსახად უკანონო და მე ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ხელისუფლება არა აქვს, თქვათ, ასე ვთქვათ, მყარი პოზიცია, როდესაც სამართლებრივი პოზიციებზე ვსაუბრობთ. მეორეს მხრივ, ჩვენც ვართ ძალიან აქტიურები საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში და ალბათ ამ ყველაფერმა ერთიანობაში მოგვცა შესაძლებლობა, რომ გადაეხედა ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილებისთვის. სუსტად ვიცით, რომ ისინი თანახმარიან გარკვეული პირობების დაცვით ყადაღის მოხსნაზე და იმაზე, რომ მაესტროს მიეწეს ამ თებშების გავრცელების შესაძლებლობა. მე როგორც აღნიშნე, გარკვეული ტექნიკური საკითხები არის შესათანხმებელი და მე იმედი მაქვს, რომ მაესტროც გამოიჩენს მზაობას, რომ დათანხმდეს ამ პირობას და უკვე თვითონ დაიწყოს და შეუდგეს სატელიტური თებშების გავრცელებას. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი პასუხობდა გამარჯვოთ რამუშებას. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო კამპანია პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გორში ზურაბ როსებაშვილი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობაში ხვდა. მან ტყვიავის, საჩაშეთის და ქორდის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. როსებაშვილის თქმით, ეს სოფლები ხელისუფლებამ უყურადღებო დატოვა და ადგილობრივების პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. ქორდის მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრაზე სარწყავი წყლის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ხეხილის ბაღების დაჩახვა. შეხვედრები ჰქონდა ტყვიავის, ტიძნისის და ქორდის მოსახლეობასთან. მართლაც დღეს ჩვენი თვალით ვნახეთ, რა უმძიმეს მდგომარეობაში უხდებათ ამ სოფლის მოსახლეობას ცხოვრება. აი ხა ვიმყოფებით ქორდში და აქ არის განსაკუთრებულად არ ვიცი, კატასტროფული მდგომარეობა. 4 წელია აბსოლუტურად არ მიეწოდება ამ სოფელს სარწყავი წყალი. 4 წელიწადი წყალი არა გვაქვს. ხეხილი დახმა, სულ დავჭერი შარშანა შეშიც გულისჩვენა შეშაც არა მაქვს. წყლები 4-5 წელიწადი წყლები არ უნახია ბაღებს. აი გახედეთ, აი თუ რამეს ფერიადებს. გორში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემაც ის პარტიის გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად სოფელ ხელთუბანში იყო. გამყრელიძემ და სასო ბორცვაძემ სულიკო კოჩუაშვილის ხეხილის ბაღი დაათვალიერეს. პარტიის ლიდერმა ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად ვაშლის კრეფაშიც მიიღო მონაწილეობა. გამყრელიძის თქმით, წელს გორში ვაშლის მოსავალი უხვია, მაგრამ ბაზრის არარსებობის გამო ადგილობრივებს პროდუქციის გაყიდვა მიზერულ ფასად უხდება. სულიკო კოჩუაშვილის თქმით, კი ვაშლის საბაზრო ფასი იმდენად დაბალია, რომ იმ თანხის ამოღებაც ვერ ხდება, რასაც ლეხი მოსავლის მოსაყვანად ხარჯავს. მამ ადამიანებს დახმარება ჭირდება. დახმარება პირველ რიგში სწორედ ვაშლის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით, დახმარება ვაშლის სარეალიზაციო ბაზრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები იღებენ მოსავალს, მაგრამ მერე პრობლემაა ამ ვაშლის რეალიზაცია. მოვიყვანეთ, დიდი მოსავალი მაქვს, არ ვენდურებ. საათ გავყიდოთ, აი მე გითხარით, ერთადერთი ბაზარი საქართველოს, სად შეიძლება გორული ხილის რეალიზება. არა გვაქვს ბაზარი და თუ მოიყვანეთ და ვერ გაყიდე რა აზრაკ ეგეთ მოყვანეთ.
განათლების მინისტრი ჭიათურის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ჭიათურის მესამე სკოლაში დაიმართა და მას 40-მდე პედაგოგი ესწრებოდა. მინისტრმა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პედაგოგების კითხვებს უპასუხა და მათ განათლების სამინისტროს სიახლეებიც დააცნო. დეკანოიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და შესაბამის ნუსხაში ჭიათურის სოფლების სკოლებიც არის დათვალისწინებული. ჩვენი მესამე სკოლა მაგალითად ქალაქში ნაწილობრივი რემონტი გაკეთა, მაგრამ სრული რეაბილიტაცია არ ყოფილა და შეგვკვირდა, რომ აუცილებლად მარტო ჩვენ სკოლას კი არა, დანარჩენ სოფელს განსაკუთრებით მიხედავს, ასე რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხატი ასე. ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გაცნობაც მუდმივად მინდა, რომ ესე იგი რომელიც გაცნობაც საჭიროა პედაგოგებისთვის. გარდა ამისა, მათ აინტერესებს სიახლეები 8+1 სტრატეგიასთან დაკავშირებით. მომავალი სერტიფიცირება იცით ალბათ, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადება უკვე რეგისტრაცია მასწავლებლებისთვის, იმიტომ რომ აღარ დაელოდებიან მასწავლებლები თქვათ ერთი ზაფხულიდან მეორე ზაფხულს რომ სერტიფიცირება გაიარონ, პირიქით ეს იქნება რამდენჯერმე. შუახევის რაიონის სოფელ ოქროპილაურში წელიწადზე მეტია მთავარი გზა ჩანდრეულია. სოფელში მცხოვრები 56 ოჯახი იძულებულია რამდენიმე კილომეტრი ფეხით დაიაროს. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს რაიონის გამგეობა წინასაარჩევნო გზის გაკეთებას აპირებს, თუმცა სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა. ამუგანში მოსახლეობაში მოიტანოს, თივა მოიტანოს, ასეთი მაღალი გაბარიტის მქონე მანქანები ვერ გადიან. თითქმის ეს არის ერთი წელი. სოფლის გამგებელს, თემის გამგებელს და რამდენჯერსაც მივაკითხეთ, იმდენჯერ პირდებიან იქნება, მაგრამ ერთი წელი გავიდა. მოსახლეობაზე არ ზრუნვენ, თავის ფუფუნებისთვის კი ზრუნვენ, მაგათ ყოველ მათგანს 2 თვით ადრე აქვს მიტანილი შეშა, როგორც ასე ვთქვათ. და ჩვენთვის არაფრით არ ზრუნავენ. ამ დღეებში ჯგუფი არის შემოსული ასაფეთქებელი და მუშაობს ფთაში, როგორც დაბრუნდება ფთიდან, იმ წუთში ჩატარდება აფეთქებითი მუშაობა და გაიწმინდება გზა. ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის 150 წლის იუბილე აღნიშნეს მის მშობლიურ სოფელში. ზემო სიმონეთში საზეიმო პროგრამის ფარგლებში კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბევრ სტუმართან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ როროამაც მიიღო. სიმონეთში დავით კლდიაშვილის იუბილე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა სტუმრებმაც იზეიმეს. მე მეხარია რომ სოფლიო მნიშვნელობის ადამიანთან აქვს საქმე და ღმერთმა გვიმრავლოს აი ასეთი მამული შვილები და ღმერთმა გვიმრავლოს და გამრავლდეს ქართველი რომ ესე აფასებს აი მიხარია რომ შემოვეძით დღესაკ ამდენ ხალხი დავინახე მე ჩემს სიხარულს საზღვარი არ არის. ღონისძიებები სახლ-მუზეუმის ეზოში დავით კლდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენით დაიწყო. ასევე გაიმართა ქართულ მწერალთა და დრამატურგთა წიგნების, ქართულ ხალხური რეწვის ნიმუშების და ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა გაყიდვა. ძალიან კარგია, რომ ჩატარდება ასეთი დიდი ღონისძიებები და ის სიყვარული, რომელსაც დავითი გვასწავლის, ის სიმართლე, რომელსაც დავითი გვასწავლის, ძალიან კარგი იქნება თუ გავიზიარებთ. მუზეუმის ეზოშივე შედგა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, მწერლის 150 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის თეატრის მმართველმა ზალ ჩიქობავამ დადგა. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ასდავარია ის სახალხო ზეიმი, რომელიც გვინდოდა რომ გამოსულიყო, მიძღვნილი დავით კლდიაშვილის 150 წლის თავისადმი შედგა. იუბილეზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც იმყოფებოდა. ჯერ კიდევ აღმოსაჩენია დავით კლდიაშვილის შემოქმედება და ეს ის მარგალიტია, რომელიც აუცილებლად გაამდიდრებს სოფლიო ლიტერატურას. ღონისძიებების სპექტაკლით აზნაურები დასრულდა, რომელიც დარისპანის გასაჭირის მიხედვით ცხინვალის თეატრის მსახიობებმა ითამაშეს. ეთერშია ახალი 12-ზე და უცხოეთში მიმდინარე მოვლენები. ვლადიმერ პუტინი გაზპრომს ევროკომისიის გამოძიების განიცავს. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დასაცავად სტრატეგიულ საწარმოებს ავალდებულებს საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანოებს ინფორმაცია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოს ნებართვით მიაწოდოს. პრეზიდენტის ინიციატივა რუსულ ენერგოგიგანტს ანიჭებს უფლებას ევროკომისიის საგამოძიებო ჯგუფს ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრეს. დასულ კვირას ევროკავშირმა გაზპრომის საქმიანობის გამოძიება დაიწყო. რუსული ენერგოგიგანტი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.
მოსკოვის მთავრობამ ოპოზიციას მილიონიანი მარშის ერთ წოდებული ბალოტნაია პლოშადზე ჩატარების ნება დართვა, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. არცის ორგანიზატორები ქალაქის მერიისთან დემონსტრაციის პუშკინის მოედანზე გამართვის უფლებას ითხოვენ. მოსკოვის მერია კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მილიონიანი მარში რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში კატინის ტრაგედიის შესახებ ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა 1940 წელს 22,000 პოლონელი ოფიცერი და ინტელიგენციის წარმომადგენელი დახვრიტეს. პოლონელების აზრით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და ბრიტანეთის პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა პოლონელების მასობრივ დახვრეტებზე დუმილი არჩიეს. საბჭოთა კავშირი ამტკიცებდა, რომ დახვრეტების უკან ნაცისტური გერმანია იდგა. ახალი დოკუმენტების მიხედვით კი, რომელიც დაზვერის მონაცემებსა და თვითმხილველთა ცნობებს ეყრდნობა, მასიური მკვლელობების უკან საბჭოთა კვალი აშკარად იკვეთება. კატინის მსხვერპლთა შთამომავლები იმედოვნებენ, რომ რუსეთის მთავრობა საკუთარ არქივებს გამოაქვეყნებს. უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ტრაგედიის შესახებ ჩერჩილმა იცოდა. საინტერესოა, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე. რატომ იყო ეს დაფარული და რატომ არ გამოქვეყნდა? განა დუმილი ომში გამარჯვებისათვის იყო აუცილებელი? ამდენ ხანს არ მქონდა შესაძლებლობა გამეგო თუ სადაა მამა ჩემი დაკრძალული. ბევრი კითხვა არსებობს, თუ როდის გაიგო პრეზიდენტმა რუზველტმა კატინის შესახებ. დოკუმენტები რუზველტის, ტრუმანისა და ეიზენჰაუერის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებიდანაა. მასალები ისტორიკოსებმა უნდა გააანალიზონ. ფიქრობთ, კარგი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვისაც. მათაც უნდა გამოამზეურონ საიდუმლო არქივები. თავდასხმა ამერიკის საკონსულოზე ლიბიის ქალაქ ბენღაზში შეერაღებულმა პირებმა შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს და დაძარცვეს. თავდასხმა საელჩოს ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა. საკონსულოს დაწვით ლიბიელთა ნაწილი ამერიკაში გადაღებულ ფილმს აპროტესტებს, მათი მტკიცებით ფილმი მუსლიმანებს შეურაცხყოფს. ამერიკის დროშისა და ავტომობილების დაწვის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომატურ შაშხანებთან ერთად თავდასხმელებმა შენობას ხელნაკეთი ყუმბარები დაუშინეს. საკონსულოზე თავდასხმის მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერნეტით გავრცელებული ფილმია. სკანდალებით ცნობილმა პასტორმა ტერი ჯონსმა 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოჰამედის დღის საერთაშორისო გასამართლებისაკენ მოუწოდა. ფილმი YouTube-ით გავრცელდა. 2010 წელს პასტორი ყურანის დაწვით დაიმუქრა, რასაც მაშინ ავღანეთში ძალადობის ესკალაცია მოჰყვა. დღეს ჩვენ გაბრაზებულნი ვართ. წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფა მიაყენეს. მუჰამედი ოსამა ბინ ლადენი არ არის. ის ყველაზე წმინდა ამ მსოფლიოში. ამ ფილმის ჩვენება უნდა შეწყდეს. არ გააბრაზოთ ჩვენი ხალხი, თორემ ისინი იბრძოლებენ და მკვლელობებს ჩაიდენენ. სკანდალური ფილმის გამო ანტიამერიკული აქცია გაიმართა ეგვიპტეშიც. კაიროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ფილმის აკრძალვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომებით იმუქრებიან. მოუწოდე პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ისლამისტებს შეხვდეს. ისინი გაბრაზებულები არიან, რადგან პრეზიდენტი მათ ყურადღებას არ აქცევს და ისლამისტების ნაცვლად მსახიობებს ხვდება. ეგვიპტემ ამერიკასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. ვაშინგტონი ჩვენ არ გვეხმარება. პირველ რიგში მოვითხოვთ ფილმის ჩვენების შეწყვეტას. ის შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს რელიგიას. ჩვენ მუსულმანები ვართ. მოვითხოვთ ქრისტიანი კოპტებისათვის ეგვიპტის მოქალაქეობის ჩამორთმევას და მათ ამერიკაში გაძევებას. ეგვიპტის ეკლესიამ კი ბოდიში უნდა მოიხადოს. 2005 წელს დანიაში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო ისლამისტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემონსტრაციები გამართეს და სხვადასხვა ქვეყნებში დანიის საელჩოებს თავს დაესხნენ. შეტაკებას მაშინ 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. კატალონიელები დამოუკიდებლობას ეთხოვენ. ესპანეთისგან გამოყოფის მხარდასაჭერად ბარსელონაში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მადრიდისგან პოლიტიკურ ავტონომიის გარდა ფინანსურ დამოუკიდებლობასაც ეთხოვენ. მსგავსი დემონსტრაციები კატალონიაში ყოველწლიურად იმართება, თუმცა წლევანდელი აქცია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქუჩაში 2 მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. სოციოლოგიური გამოკითხვით კატალონიაში მოსახლეობის 51% დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. ჩვენ კატალონიის დამოუკიდებლობას ვითხოვთ. გვეამაყება ჩვენი მხარე და ესპანეთისგან თავისუფლება გვინდა. ესპანეთის ხელისუფლება გვატყუებს, ჯერ ენა წარგვართვის, ახლა კი ყველაფრის ართმევა უნდათ. გაუმარჯოს კატალონიის დამოუკიდებლობას.
საბერძნეთში ანტისახელისუფლებო საპროტესტო ტალღას პროფესორები ჩაუერთდნენ, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლები ხელფასის შემცირებას აპროტესტებენ. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასისა და პენსიის შემცირებას აპირებს. არციის მონაწილეები ათენში ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტისგან გადაინაცვლეს. საზაფხულო არ დადაგების შემდეგ საბერძნეთში სასწავლო პროცესი 2 დღის წინ განახლდა, თუმცა პროფესორ-მასწავლებლები პროტესტის ნიშნად გაფიცვას აწყობენ. მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია განათლება, კვლევები, ინოვაცია და ტექნოლოგია, ხელისუფლება დაფინანსებას ამცირებს, რაც უნივერსიტეტის სისტემას აზიანებს და სამეცნიერო კვლევებს აფერხებს. ამ ხელფასით ცხოვრება წარმოუდგენელია, გვაიძულებენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეთ. ბევრი ჩემი კოლეგა უკვე გადავიდა უცხოეთის უნივერსიტეტებში, სხვა გზას არ გვიტოვებენ. ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. თეთრმა სახლმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შორის შეხვედრის შესახებ. ირანთან გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო თელ-ავივის სურვილი იყო ნეთანიაჰუ ობამას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედროდა. ყოველწლიური ასამბლეა 25 სექტემბერს დაიხსნება და ნეთანიაჰუს პრეზიდენტის მაგივრად ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიღებს. თეთრი სახლის პრესპიკერის განცხადებით მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეებსა და თავდაცვის თემებზე ისაუბრებენ. ჩინეთი ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნით გამოყენებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თეირანში მაჰმუდ აჰმადინეჯინთან შეხვედრისას განაცხადა. ვუბანგუემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგია. მისი თქმით, ოფიციალური პეკინი ირანის წინააღმდეგ სანქციებისა და ძალის გამოყენებას მხარს არ უჭერს და პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრის მომხრეა, რაზეც ირანის პრეზიდენტიც დაეთანხმა. თურქეთის საზღვართან კი სირიელი დევნილების ტალღა არ წყდება. მხოლოდ გუშინ ასადის რეჟიმს გამორჩეულმა 5,000-მდე სირიელმა გადალახა საზღვარი. მათ შორის არალეგალურადაც გაეროს ინფორმაციით საზღვარზე უკანონოდ გადასული ლტოლვილები ვერ დარეგისტრირდებიან, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. სირიის 17-თვიანი კონფლიქტის შედეგად 18,000 ადამიანი დაიღუპა, 180,000 კი მეზობელ სახელმწიფოებს აფარებს თავს. 2,5 მილიონი სირიელი დახმარებას სამშობლოდან ითხოვს. საზღვრის გადმოლახვას ერთ კვირაზე მეტი ავცდილობ. თურქეთში არალეგალურად შემოვედი საზღვრის ღობე ღამით მალულად გადმოვახე. დარეგისტრირებას ვერ ვახერხებ, მეუბნებიან ქვეყანა დატოვეო. არავინ არ გვეხმარება, არც წყალი გვაქვს და არც საკვები. იაპონიასა და ჩინეთს შორის სადავო კუნძულ სენკაკუსთვის დაწყებულ დავას ტაივანი ჩაუერთდა. ტაიპეიში აცხადებენ, რომ კუნძული არც იაპონიისა და არც ჩინეთის საკუთრებაა და კუნძული ტაივანს ეკუთვნის. იაპონიის გეგმა სადავო კუნძულების ყიდვის შესახებ ჩინეთსა და ტაივანში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. არციის მონაწილეები პეკინსა და ტაიპეიში იაპონიის საელჩოებთან შეიკრიბნენ და ტოკიო მათი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულეს. კუნძული ჩინეთისაა, სტანდირებდნენ მომიტინგეები პეკინში, მაშინ როცა ტაიპეიში ამბობდნენ, რომ კუნძული ტაივანის საკუთრებაა. იაპონიისგან კატეგორიულად მოვითხოვ შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული კუნძულის ყიდვის გეგმა. სენკაკუ ჩინეთის ტერიტორიის ნაწილია და არ ვაპირებთ მის დათმობას და იაპონიისთვის გადაცემას. 80 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩიში ტანსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. თანამშრომლები თავის გადასარჩენად ფანჯრებიდან და სახურავიდან ხტებოდნენ. რამდენიმე საათიანი ინტერვალის შემდეგ ქალაქ ლაჰორში ფეხსაცმელების ფაბრიკაში გაჩნდა ცეცხლი. ბოლო მონაცემები დაიღუპა 39 ადამიანი, 20 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ფაბრიკის მეპატრონე და მისი შვილი. ორივე შემთხვევაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა და მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა. სამკერვალო ფაბრიკა დაიწყო მოსკოვის შემოგარენში. ზიეგორიევსკში ხანძარს 14 ვიეტნამელი ემიგრანტია მსხვერპლა 4 კი მძიმედ დაშავდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით მუშახელი ქარხანაში იყო ჩაკეტილი და მათ თავის დაღწევა ვერ მოახერხეს. ქარხანაში ვიეტნამის 60 მოქალაქე არალეგალურად იყო დასაქმებული. რაც შეეხება კარსის ჩაკეტილი იყო და მუშები შიგნიდან ცდილობდნენ მის განგრევას. ამ ეტაპზე ერთი შეხედვით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის სულ ეს იყო. ეთერში ახალი ამბებით 3-ზე დაბრუნდებით. დაგვალოდეთ.